ვაგზავნებ GTA 5-ში 1000 წლის განმავლობაში 10 მილიარდი შოვნას და დღევანდელ ვიდეოში ბიჭო, ანუ მართლა ამბობ მაგას? მართლა ვამბობ, ხო და მოვედით სიმეონთან, რომ გასვენებისთვის მანქანა ვეთხოვოთ, იმიტომ რომ ფეხით ვართ რა. სიმეონ კაცურად ეხლა რა არ გაგვიტრაგო რა. ეს დასასვენების ვითხოვეთ რა, ფული გამოვართვით რა, დღეში ვარ და მაგით დავითრიეთ რა. მიდი ახლა რა ფეხით ნუგვატარებ რა, მართლა დღეს დავასაფლავით იმ კაცს და მოვიგიყვანთ ისევ მანქანას უკან რა. რა დაემართა კი მარა? შალვა ისი? შენი ხელოსანი? ხო, ნუ სავარაუდოდ მაგამ მოკლედ მოიცილა რა. რას ერჩოდენ ამ საწყალ ლესტერს მოკლედ რა. აუ რა გული დამწყდა და ჩემს კამერებს პროგრამულურზე ყოფას აიტის ყველაფერს ეკაკეთებდა. ლესტერი გარდაიცვალა მეგობრებო, წინა ვიდეოში ვინც ნახეთ წინა ვიდეო და ვინც ეს არ გინახავთ, აუცილებლად უყურეთ და აუყოვნთ ეს ვიდეო 10000 ლაიქსა და აჭერეთ დაბლა წითელ subscribe ღილაკს. კაცურად მედი ეხლა რა. მოგიყვანთ ამ ჩეკლას დღესვე. აი, მოკლედ გათხოვით არც თქვენი ქირა მინდა არც არაფერი, პროსტო მე ვერ წამოვალაგ საქმეები მაგ დღეს არაბინესტორებს ველოდები და არა, პრობლემა, წავიყვანთ და მოვიყვანთ რა. მიდი. წავედით კიდე კაი სიმეონო მანქანა გვათხოვა, რაღაც ადამიანური ამასაც ქონია რა, უთხარით რომ გასვენების სჭირდება და რაღაც თქო მაინც მოგცა რა და დღევანდელ ვიდეოში ალბათ ქალაქის ყველა მაფია იქნება გასვენებაში. ეხა ბანკში ხო? ბანკში უნდა წავიდეთ ახლა ხო 150.000 სესხი გვჭირდება რომ ავიღოთ ის გასვენების ფული რომ გადაუხადოთ იმათ რა ეკლესიაში მოწესრიგება, გასვენება, დასაფლავება და მოკლედ ყველაფერი, იმიტომ რომ ამერიკა მაინც ვერ იღირს ყველაფერი და მაგრამ ბიჭო 150 მაინც ბევრია რა. რა გავაკეთოთ, სხვა გზა გვაქვს? არა, ბარა მიდი რა. ყველა არინეტა წასული, ყველას უთხარით რომ უნდა მოვიდნენ? ყველას დაურეკე, რა ვიცი, ბაიკერებმა ვერ მოვალო ერთი. ბაიკერებმა ვერ მოვალო, არა, ბაიკერების ალბათ ცოტა გაკეთებული, საცოდავ ლესტერს. არ იცი რა სისხლის მსმელები არიან ეგენი? კაი, ერთი ბანკი აქ არის, როგორც მახსოვს. მოგცემ მე სისხლს. ბიჭო, წესით მოგცემენ კი, რავი, რატო არა რა, აქ რა ხდება. გაბაგული აქ ამ ბანკს წავედი სხვა ბანკში. აი, აგერ აქ შედი. ოკეი, მოვაყენოთ აქ აისა და ისმა ერთსამი გააჩერი მანქანა, შევიდეთ. კაიზმაზე კი ვართ ისე რა გინდა. ხო არ გადავაწყოთ Black Mom-ის წანსაცმელები ამაზე, ჰა? ნახე შავებში, არა, გვიხდება აშკარად შავი ფერი, მაგრამ სამწუხაროდ ცუდი დღისთვის გვაქვს არჩეული რა. მე მოგცემ ხლა ეს კაცის სესხს. გამარჯობა. ერთი ძამით, მეგობრებო რო რიგში ვარ. ამას უყურე რა. შენ ხო არ გინდა ძმაო? შენი პანახიდის რიგში დავაყენოთ ხალხი. უკაცრავად. დავაი, მოძუძგე ხლა აქედან, გადი ვე? არსაც არ გავალ. აი, ხა ვიღაცას ბებიას მოუკითხავ, გვეჩქარება ბიჭო. ძმა, გადი ხა აქედან. რა გინდათ ვერ გავიგე რა. გამარჯობა, ბოლოს გვეხართ რიგში? კი, წავიდა ის ადამიანი აჩქარებოდა სადღაც. რანაირად კაცო საბუთები აქვს და ყველაფერი. წავიდა მოკლედ რა, რაღაც სასაფრთხო საქმეზე ვარო. მოკლედ ცესხი გვინდა $200,000 რა. თქვენი პირადობა მომეცით? ინებით აგერ ბატონო. ბატონო ფრანკლინ. სესხი 200, ვაიმე, გაშავებული ხართ სესხს ვერანაირად ვერ მოგცემთ რა. რასისტი ხარ ბიჭო? გაშავებული ხარ, რას ნიშნავს? კანისფერის გამომეუნები მაგას? არა, ბატონო, არა, მე ეგეთი რაღაც არ მიგულისხმია. არა, აშკარად რასისტია, ხო? ეხა ვიღაცას ბებოს მოუკითხავ. არა, აშკარად ეხლა შენ რასისტი ხარ და რაღაც შავზე მიმანიშნე, ხო? მე რო შავი კანისფერი მაქვს. არა, ძმაო, ეგეთი არაფერი. 200,000 დროს სესხი მომეცი. ვერ მოგცეთ ბატონო, ფიზიკურად პროგრამაში გაჭედილია. კაი, ეხლა ნახე მე გამაჭედინებენ ესენი, იარაღი არის ხო მანქანაში? კი, რასაპირებ? მასადე, ეხლა ნახე. ეხლა ამათ გავაჭედინებ სისტემაში პირდაპირ. ამოიღოთ იარაღი. რა შობიდო? ლესტერის გასვენების ფული გვაქვს ბიჭებო მოსაგროვებელი. ანუ სისტემაში გაქვთ გაჭედილი არა? არ მოკლა. შენ არაფერს არ გაჭი. სისტემაში გაჭედილი ხო? პროგრამა არ მოგცემს სესხს ფიზიკურად. კაი, მე განახებთ ეხლა მირას არ მომცემს. ავიყვანოთ ეს კამერები აგერ. ჩამოვიღოთ. სისტემას გაჭედილი აქვს და თუნდაც ფრანკლის ბიჭო ესენი ეს ვერ მისმენ, რომელიც ჭირდება ტიპს გასვენებისთვის. დროზე გამოდით. დავიარაწიო ბიჭო. არა, არ მოკლათ ოღონდ. დავაი, გამოვიდა გარე, დროზე. წამოდი, დროზე. გამოდი. დროზე. კარი გააღე. კაი, შვილი მყავს შვილი. მაგაზე მაგ დროს გეფიქრა, შავი ხარო რომ მეუნებოდით. მე არა, ჩემო კოლეგა მგითხრა. ხო და შენი კოლეგა აგებს ამ ყველაფერზე პასუხს. დროზე. ამას უყურე რა. კარი გამიღეთ. აუ, კარს ვეღარ გააღებს ეს? გააღებს კიდე კაი. გაჭედა რაღაცამ. არა, ეს აშკარად მკვდარია უკვე. პროსტა რაღაცამ გაჭედა. კაი, უნდა გავხსნა ეხლა აქ. ეგ არის შევედი შიგნით და ამას ვერ ვიღებ. ხადაობ, გაუბერა ეხლა ამ რაღაცამ. ბიჭებო, რა ხდება ძმა? დაიცა მეორე ქალს ვერ გამოვიყვანთ. ქალბატონო, თქვენ. არა, იმენა შანსი აღარ არის, გადაობ. ძარცვა ჩაიშალაო. დაგვერხა გავიქეზით. წამო, დროზე წავედით.
ძარცვა თუ ჩაიშალა აქ ყოფნა აღარ გვაწყობს სიმიონის მანქანას ეხა ცოტა კი მოხდება 1-2 წვია მაგრამ გავედით ბიჭებო რას უბრახუნებდი მაგაცდო მე რა ვიცი რას უბრახუნებდი წავედითო კაი ამ სიმიონსაც დავუთროთ რა მანქანას იმიტომ რომ სხვა ბანკიდან ალბათ უფრო მეც გავიტანთ ეხლა ხო ერთხელ გაგვიწყდა უკვე შუბლის ზარღვი და ვახ ჩემი სად ვეხვეწოთ ეხლა ვიღაცას ბიჭო 150 გვასესხი 100.000 გვასესხი კაი რა ოპა ხილად ბიჭებო ფრანგო წარმოგავსდა რაღა ჭირს მანქანას წავედით რა შეიძლება მალე ეგ არის ესენი მოცილებულები არიან всё ეხლა მე ბანკს უცოდ მივადგები და ეგ არის რა ჩამოვედით აი ესე ფრთხილად მოვედით და ბლეკ ოპა რა დამავიწყდათო სანა ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ ზარქუშობზე იყიდება ბლეკმამბის მთლიანი ნაკრები მამბა ბოქსი 165 ლარის ნაცვლად 120 ლარა და ვისაც შეძენთ გსურთ გადადეთ აღწერაში ლინკზე ან შედით ზარქუშობ.lg-ზე აწვევით პირდაპირ ამ ფოტოს აქ არის ჩვენი მამბა ბოქსი სადაც არის ბალაკლავა ჩანთა საათი და პოპსოკეტი წარმოიდგინეთ ბლეკმამბის სრული ნაკლები მხოლოდ 120 ლარად ნიშნავ 12 წლიდან ზევითან 3-დან 12 წლამდე განსხვავება მხოლოდ ბალაკლავა არის და ეს უკვე თქვენი ასაკის მიხედვით უნდა მოვნიშნოთ რა თქმა უნდა. აჭერთ buy now-ს, აქ წერთ თქვენს პირად ინფორმაციას და აუცილებლად კარგად მიუთითეთ ტელეფონის ნომერი და მისამართი სწორად. აჭერთ შემდეგ pay-ს, შემდეგ იქ შეიყვანთ თქვენი ბარათის მონაცემებს და გადაიხდით და კურიერი მოგიტანთ საქართველოს ნებისმიერ ადგილას. კაი, ვაფშე აფერო ბანკი რო ამაგას მივადგეთ რა ჭანდაბას თუ დავუწყეთ დავიწყოთ რა. მივადგეთ ათუ ერთი გავძარცვეთ იქაც მივადგეთ მეორეს და ეგ იქნება დავისვენებ ჩვენსა და ისვენებენ ეგენის და აღარ მოვთხოვთ არავის ფულს. კაი, გავაჩერეთ აქ. ეგ არის. აბა ჩვენ ვიცით. გადავედით ბიჭებო ჯერჯერობით პოლიცია არსად არ ჩანს. არა, გვიხდება აშკარად ეს დასასმელები, ბლეკ მამბას თითქოს უფრო უხდება და გამარჯობათ, დავიშალეთ. შენ სად გარბი ხარ ძმა? გარეთ გაგიშვებ გონია? ფული სად არის? საწავში. მოდი აქაც კამერები მოვიცილოთ რომ მე პოლიციამ ჩვენი ჩანაწერები ვერ ამოიღოს. აქ მეორე, მესამე. მეოთხე სად არის? აგერ მეოთხე. ყველა ბანკს ერთი და იგივე ისა აქ რა. მონაცემები. დავაი, წავედით. დროზე. წავედით, დროზე. აუ არა ბიჭო, არა. არა, იმენა ვერ ვძარცვა დღეს ბანკ შანსი არ არის, არ მემორჩილებიან. დროზე. იმენა არ გემორჩილება ნახე რა. ჩაიშალა ეს ძარცვაც მე გადავები, ვერ შევდივარ წასავში. რა ხდება კი, მაგრამ ძმო ბლეკ მამობა, დაკარგა ბლეკ მამობა. აუ არ ვიცი, კაი, წავედით რა. აღარ შემილია გავანებოთ ამ ბანკებს თავი, იმიტომ რომ დღეს აშკარად ჩვენი არავის აღარ ეშინია და ეს თქვია გამუტარი რაღაცები აქვთ იქ. ავიყვანეთ. წავედით. და რა ვქნათ ხა? მივიდეთ პირდაპირ გასვენებას და იქ რომელიმე მაფიას თხოვ რომ გასესხოს ფული რა დროებით რა რო ესე თქო რა. ან კიდე ჩაწერონ ძმაო ფული რომ მოდიან იქ. ოკეი, შემოვედით აი ესე ფრთხილად. ამათ მოცილებას კიდე რა უნდა არ ვიცი, მაგრამ მაინც ცოტა სირბილი გვიწევს. ეგ არის, შემოვედით. კაი, წესით ახლა აქ ვერავინ ვეღარ უნდა გვიპოვოს გამორიცხული, აი ესე. რა ადგილი გავჩითე ნახე? ეგ არის всё. ძალიან კაი, წავედით ახლა პირდაპირ სასაფლაოზე რა, აზრი აღარ აქვს, ხარ ფრჩალიც. აშკარად ძალიან ბევრი ფული გვაქვს ახლა საშვენი, იმიტომ რომ ეს დანგრეული ჯეკლასით რა საქმე გავაკეთოთ კი არა და სიმიონს როგორ მივუყანო უკან და სიმიონის სახელოსნო აქ არის, მოდი ესე გამოვიდეთ იპარ დაინახოს, ხო გაგირდა კაცი წეღა მთელი ჯეკლასი მომცა და ოპა, პირდაპირ მაგის სახელოსნოს წინ. დავროკოთაბ ერთი მამაოს. შევხვდი 2026 წელს საუკეთესო სკინებით. გადადი კომენტარებში აპენულ ლინკს და გაიარე რეგისტრაცია და ყოველ ახალ მომხმარებელს CS:GO Fast-ის საჩუქრად გადასცემს ერთ random case უფასო და გახსენით winter case-ები, სადაც შეიძლება უახლესი და საკმაოდ ზვირიანი სკინები ამოგივიდეთ საუკეთესო ფასად. მამაო, გამარჯობათ, როგორ ბრძანდებით? კარგად ფრანგლინ თავად. კარგად, მადლობა. აბა, რა ვშვებით, დავიწყეთ ცერემონია? დავიწყეთ კაცო, უკვე რამდენი ხანია ხალხის მოსულია, თქვენ გელოდებით რა. რას ლაპარაკობთ? უი, ჩემი სიკვდილი. კაი, გზაში ვარ, მოდივარ, უახ ჩემი. ხო მშვიდობა გაქვთ? კი, მშვიდობა არის, მოდივარ, ძალიან მალე მოვალ რა. კარგით, ანუ ყველა აქ არის და თქვენ გელოდებიან და დავიწყებთ რა. უკაცრავად. რა ხალხი ვარ ჩვენ კიდე ბიჭო, იმენა გასვენებაშიც რო ვაგვიანებთ ჩემი, კაი რა. ლესტერ, ამას იმსახურებ შენ. მარა შალვას ვაი მე შალვა თუ გიპოვე შენი საქმე რაც უდათ არის. ამჯერად უბრალოდ ცოცხალი აღარ გავუშვებ შალვას რა. გამორიცხულია, იმიტომ რომ უკვე მარაზმშია გადასული მაგის აქციელები. დაიწყესო? ჯერ არ დაწყებულა მამა, თქვენ გელოდებითო, მაგრამ მოვიდა თითქოს ყველა აქ არისო ხალხი. ვახ, მალე. კაი, ესე საგერ სასაფლაო ასე შემოუხვიეთ. ოპა, ამდენი არიან თო? ხადო, ქალაქის ყველა მაფია აქ არის. ლესტერს ბიჭო ყველა პატივცემდა, მოდი ესე შემოუხვიოთ აქ. ყველა აქ არის, ხო კი, რამდენი მანქანაა ნახე. ნუ ეხლა მთელი ოჯახებით არ იქნება წამოსული, ალბათ ბოსები და მაგათი მარჯვენა ხელები. გავაჩერე მოდი ამ მანქანას აი აგერ. ხადა, აი ლესტერს, აი სახელი რო გაკა. ოპა, იარაღი შევინახოთ.
ადამიანს მე სხვა არის რა. კაი, всё, რამე ხوار გეტყობა სისხლის კვალი რამე. არა წესით არა, ცოტა კი მაქვს, მაგრამ გაიგებენ ეხლა რა ჩვენ სიტუაციას რა. კაი, წავედით რა ჩვენ გიყურებენ მაინც. კაი, წამოვიდეთ აქედან ნელა მოვინახოთ აი საცოდავი ლესტერი, ეგერ არის. ცოტა მძიმე ვიდეო იქნება რა. გავამარჯოს ბიჭებო, გავამარჯოს. ფრანკლი ვიზიარებს, მოვიზიარებს. რა ცუდი რაღაც მოხდა ჩემიო, მოკლედ ლესტერი ვინ კი მარა. მაგაზე ბიჭებო, მე რიცალ გეკრებას მოვიწევ რა, რომელიმე მაფიოზის სახში შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ რა მაგაზე. აქ ავართ. ასტეკაც აქ არის. ვაგოსების ცისფერებით. დღეს უნდა გავერთიანდეთ, იმიტომ რომ ლესტერი საერთო ადამიანი იყო. ყველას პატივცემდა და ყველა პატივცემდა. ლესტერისთვის შური უნდა ვეძიოთ. აუცილებლად ბიჭებო რა. გავალ იქით რა. მიდი დაილაპარაკეს ხომშიც და მე დავილაპარაკოთ. ოპა, აგერი იაკუძა და ჩინური მაფია, გამარჯობათ. ფრანკლინ გამარჯობა. ეს რა ცუდი რაღაც დაგვიმართა, ჰა? აბა. აგერ ახლა ველაპარაკებოდი რა ამას, რა. ესეთი მტრები ხო ვართ რა. ჩინური და იაპონური მაფია, მაგრამ მაინც რა აქ შევკრიბა მაგამ ადამიანმა და გაგვერთიანა ისე რომ ტყვიას არავინ არის. ესტერი საპატივცემულოდ ეხლა დღეს ტყუის გასროლა არ იქნება რა. ფრანგლი ვიზიარე. გაიხარე, გავალ და მოვალ რა. ოპა, აგერ სომხებიც არიან, გაუმარჯოს, მადლობა რომ მოხვედით. შენისთვის გიხდი კაცო, მადლობა პერიკით რომ ესე ითავე რა. შენ ნახე ეს ბოლოს. მე ვნახე ხო რა თავის სახში იყო ჩაცხრული რაღაც საქმეზე ვიყავი ასული და ვინ არის გამკეთებელი არიც. არა, ზე არა ვარ, მე კრება მინდა მე მოვიწვიო და რაღაც გითხრათ რა. ჩემს სახში შევიკრიბოთ მაშინ გასვენების მერე. გააქვს ადგილი? რას ლაპარაკობ, როგორ ადგილი არა მაქვს, გასვენების მერე ჩემთან შევიკრიბოთ და დავილაპარაკოთ მაშინ. დავაი, მიდი. ბიჭებო, გნახავთ რა. მიდი ფრანკლი, მიდი. ბაზარი არა. ტაილერის სიმამრი ნახე ვაგოსებიდან, მექსიკელი აი ვერ ვიტანი მენა ტიპებს რა. აი ლესტერ შენქცენ პატივს შესაძოდაო ნახე სად არის აგერ ესენი ვინ არიანტო? მამაო გამარჯობათ. გამარჯობათ შვილო, გამარჯობათ მოკლედ. შეგვიძლია დავიწყოთ არა? დიახ, შეგვიძლია დავიწყოთ რა. ესა სიტყვით ვინმე გამოვა? აი ეს აუცილებელია? დიახ, რა თქმა უნდა. ესა მე გამოვალ რა თუ შეიძლება სიტყვით რა. სიჯი, შენ? ბიჭო, სიჯის ბევრი აქვს ალაპარაკო დარწმუნებული ვარ და. მიდი მაშინ ბაზარი არა, ესა მეგობარო რომ გამოიწიოთ აქეთ რა. თქვენ ვინ ხართ ბიჭო? მე და ლესტერი ტრუსიკის მაგაცები ვიყავით. ეს საცოტავი, როგორ ვერ გავიგე, სოფელში ვიყავი და მითხრას ვარა ჩამოვედი ეგრევე რა. ლესტერის ბავშვობის მაგაცი. კაი, იყავი კაცო, მიდი. ისა, ბიჭებო, რომ მოვიწიოთ აქეთ რა, აგერ სიტყვით გამოდის კაცი და რომ მოვუსმინოთ. დავაი, ჩავიწეთ ბიჭებო, ეხლა აქ თქოს რა აზრია, ახლოს მივიდე ცოტა გავაცილოთ ჩვენი მაგარი ადამიანი. ეხლავე. ესე არ ჯობია, მიდი აბა სიჩინიც. მოკლედ, სულფასო მეგობრებო, პერებში ყველას მადლობა მინდა მოგახსენოთ, რომ დღეს აქ მოხვედით და ჩვენი ძმა ლესტერი ესე დააფასეთ და უკანასკნელ გზაზე ჩვენთან ერთად აცილებთ მას. ლესტერი იყო ისეთი ადამიანი, რომელიც არავის არ ხალატობდა, პირიქით. ვისაც რითი შეეძლო ყველაზე ხვარებოდა. ჩვენ ერთმანეთის მტრები ვართ, საერთო მტრებიც ყავს. აქ ბევრი ახლობელიც არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ერთმანეთი არავის არ გიყვართ, მაგრამ ლესტერი ისეთი ადამიანი იყო, ხო ხედავთ, ჩვენი მტრობა ერთი დღით დაუვისყეთ და ყველა საკმაოდ ჩუმად ვართ, იმიტომ რომ ეს ადამიანი მშვიდად გავაცილოთ ამ ქვეყნიდან. ლესტერი იყო ისეთი ადამიანი, რომლის წყალობითაც უბრალოდ მე გადავრჩი. არ მევასებოდა. ერთხელ პირადადაც ვესროლე. რა კენი ბიჭო, შენი გაკეთებული ხო არ არის ეგა? ტაილერის ბიჭა, დაწყნარდი რა 2 წამი. ხა ვიღაცას მებიას მოუკითხავ. რა თქვი ბიჭო? 2 წამი გაჩერდი და შენ დაგელაპარაკები მე მაგის გამო და მორჩი აქ რეპლიკების სროლას. ამათ უყურე ბიჭო. რაღაც არ მევასებით ისედაც და თქვენი გაკეთებული არ იყოს რამე. ხა თუ ამომას 5 წუთის გავასხმევინება. კარგეთ ბიჭებო, გეყოთ ერთი წამი გაჩერდ მე გაარჩიეთ საქმეები. ეს უზდელი ნახე აქ რა. ბატონებო, სიმშვიდე შევინარჩუნოთ. გამოხვალ შენ გარეთ, საწახვა, სად გამექცევი. ამას უყურე იმენ, კარგად ვერ ვაზღვევინი ამას შალვასი არ იყოს. სიჯი გააგრძელე. უკითხავი ხა ვიღაცას ბებიას იმენ უზდელები ესენი. და მოკლედ, ისეთი ადამიანი იყო, რომ მე მაგას ვაწყენინე, მაგრამ წენა გულში არ ჩაიდო და როცა გადასარჩენი ვიყავი, ფრანკლის უთხრა სადაც ვიყავი და მაგის ყალობი გადამარჩინეს, ამიტომ მშვიდად განისვენე ჩემო მეგობარო. არის კიდე აქ ვინმე ვისაც სურს რამის თქმა? არა, შეგვიძლია დავასაფლავოთ რა. კი ბატონო, მოკლედ, მშვიდობით განისვენე ლესტერ. ვახ, რა ხდება? ოპა, რა ხდება რა? ამათ უყურე. მე გადავები. ვახ, მამაო, რამეს ამოეფარეთ? რა ხდება ძმა? ვახ, დამჭერეს ერთი წამი.
სიჯი, ბიგჯი. გაგვიჭალიჭეს. მამაო მოკლეს, ბიჭო ხوار უბერავენ ესენი. წავედით, რაც შეიძლება მალე. რა ხდება აქ? ვახ, ვინ რა გააჩალიჭა? პოლიცია, წავედით რა. ვინ დაგვესხა ბიჭო თავს? არ ვიცი უცბად ვინ დაგვესხა თავს. წავედით. ეს ვინ არის? იაკუძა არის ხო ეს? მოდი აგერ ამაქანაში დაჯექი, წავედით რა შეიძლება მალე. FBI ხელები მაგვა. ხო ვერ გავაცილეთ ეს კაციც იმ ქვეყნად იმენა რა წესიერად არა ლესტერ ისეთი გასვენება გაქვს როგორიც ალბათ გინდოდა რა. აი მე მაგას დაასაფლავებენ. წავედით აქედან. რა ხდება თო ეს ვინე მატიხი სროლა ვინ დაიწყო? არ ვიცი ვიღაც მესამე ჯგუფი იყო რაღაც აზი არა ვარ და ერთმანეთს დაუშვა ყველამ. ვაი რა განუკითხაობა იყო უცბად. წამოვედით ესე. აქედან ახლა ესე ჩავალ მოკლეზე. კი, წესით კი ჩავედით. ვახ ჩემი, ეგ არის. და გავიქეცით. ვახ ჩემი უცბად რა სროლები ატყდა, ვერც გავიგეთ ამ ვერაფერი. მოხი. ვახ ჩემი დაჭრილი ვარ. სიჯი შენ როგორ ხარ? მაგრად მიდი. წავედით. ესენი ვინ არიან? მექსიკელები, ესენი საკი გარბიან, ამათ არ დაუწყეთ როგორ ჩანს სროლას ისფერები და მექსიკელები არიან. კაი, პოლიცია აქ არის და წავედი ახლა პირდაპირ მაშინ. არხისკენ უნდა წავიდე რომ ესენი მალე მოვიცილოთ. ვახ, ვიღაცა აშკარად ჩასაფრებული იყო და იმენა ბოლოს სიტყვის ასრულებას ელოდებოდა რომ სროლა დაიწყო. ვერც გავიგეთ ამ ვინის სროლა და ვინ რა გააკეთა რა მაგის ისე უცბად დაიწყო ყველაფერი, ყველამ ერთმანეთს დაუშვა. ახლა დარწმუნებული ვარ ყველას ეგონება რომ ვახ ანუ როგორ უნდა გავარკვიოთ ვინ დაგვიშვათო? არ ვიცი ვინმესთან დავუკავშირდეთ. სომხურ მაფიას დავუკავშირდეთ რა ეგენი კიდე შედარებით ნორმალურები არიან სხვებთან სხვებისგან განსხვავებით რა და რაღაც იქნება რა აქედან ჩავტეხავ ახლა პირდაპირ აქ არხში. მოგუზებენ ხო კი? წავიდა მიდი. პოლიცია კი არის აგერ მაგრამ არა უშავს. ეგ არის ვსო შევედით ძალიან კაი. ჩავყვეთ ახლა ესე დაბლა და აქედან უკვე ესენი მოცილებულები არიან რა. მოკლედ დაწერეთ კომენტარებში თქვენ აზრით ეს ყველაფერი ვისი ნაჩალიჩარია. შალვა ალბათ დიდი ალბათობით კიდე რომ ყველა ერთად ბიჭო ვიღაცა ისეთმა გააჩალიჩა რომ ყველა ერთად შევკრიბა და ყველას დახუცო უნდა მგონი ერთად შალვა ბიჭო უეჭველი ხო? დარწმუნებული ვარ მეტი მაგას ვინ იზავდა. ყველა ერთად შევკრიბა და ყველას ერთად გაგურება უნდა. რა კაცია რა. მოკლედ გაგზილება იქნება მომდენო ვიდეოში და